როდესაც სპექტაკლების დადგმების ან სხვა კულტურული ღონისძიებების დროს მაშინ მსახიობები მონაწილეობენ და მათ აწვიათ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიითი ნომერი, რიგითი ნომერი და თუ ეს ღონისძიება დაგეგმილია ან დაფინანსებულია სახელმწიფო თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, მაშინ იკრძალება ამ ტიპის მაისურების ან სხვა სააგიტაციო მასალების განთავსება, ამ შემთხვევაში მაისურების ჩაცმა და მონაწილეები, რომლებიც მიუხედავად ამ შეზღუდვისა მაინც ასე ვთქვათ აგიტაციას გასწევენ და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რიგითი ნომერის ამსახველ მაისურს ჩაიცვენ, საარჩევნო კანონმდებლობით მათ ეკუთვნით 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. რამდენადაც ვერისუბნის მელოდიების გადაღებაში დაფინანსების სახით სახელმწიფო მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობს გენერალურ რეპეტიციაში მაისურების გამოყენება, რომელზეც სალსახად საარჩევნო სუბიექტის რეკვიზიტი, ანუ ციფრი 5 არის გამოყენებული, ეს ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელიც რა თქმა უნდა არის კანონის დარღვევა და შესაბამისი ორგანოება, მაგალითად CESCOM ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს. ამის შესახებ უნდა მიმართოთ უწყებათა შორის კომისიას ან სასამართლოს. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. კერძოდ დაზუსტება ამ ფაქტისა თვითონ არის თუ არა ეს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება. ამ ფაქტს ჯერ კიდევ კომისია, რომელიც ორგანიზებას უწევს აჭარაში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, არ აქვს იმისი კომპეტენცია, რომ ასეთი დარღვევის შემთხვევაში მან გასცეს ოფიციალურად. ეს არის ფაქტი, რომელსაც სჭირდება შესწავლა და სჭირდება გარკვეული კონსულტაციების გავლა უწყებათა შორის კომისიაში და შემდგომ სასამართლოში.